კვლავ უყურებთ სპორტ-ტაიმს და როგორც გითხარით, გადაცემის მეორე ნაწილში სიამოვნებით მას მისდობთ ეროვნული ნაკრების მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს მილტონ ჰეიგს და ვიდრე დავიწყეთ მასთან საუბარს, საქართველოს ნაკრებმა 2 მატჩი ითამაშა, 2-ვე მოვიგეთ და ამ შეხვედრების კიდევ ერთხელ გაგახსენებთ ჩვენი რეპორტაჟით. საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის გათამაშება გერმანიის ეროვნულ გუნდთან დაპირისპირებით დაიწყო. ქალაქ ჰოიზენშტამში სენსაციას არავინ ელოდა. ბორჯგალოსნებმა მეტოქე დიდი ანგარიშით 64-8 დაამარცხეს. ეროვნულ გუნდში 2 დებიუტანტი და რამდენიმე ახალგაზრდა მოთამაშე იყო. ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს. მეორე წუთზე მათი პირველივე შეტევა შედეგიანი გამოდგა. ჯერემი ტეჰუიამ 35 მეტრიდან არეკნით გაიტანა 0-3. 10 წუთში გერმანელთა გარემარბი მარკ შტინდერა არბიტრმა სინბენში გაუშვა. რითაც შესანიშნავად ისარგებლეს სტუმრებმა და კაცნაკლულ მასპინძლებს 2 ლელო გაუტანეს. მე-12 წუთზე გერმანელებმა მარჯვენა ფრთაზე ბორჯგალოსნების მოლის შეჩერება ვერაფრით შეძლეს. ბურთი ლელოში შერკინების კვაჭმა ზურაბ ჟვანიამ დაამიცა, რომელმაც კიდევ 2 ლელო გაიტანა და ჰეტ-ტრიკი შეასრულა. 4 წუთის შემდეგ მასპინძლებმა საპირისპირო ფრთაზე ლელოდან 5 მეტრში დანიშნულ შერკინებაში ვერაფერი მოუხერხეს საქართველოს ნაკრების მიძალებას. არბიტრმა საჯარიმო ლელო დააფიქსირა. ორივე შემთხვევაში გარდასახვამ გეზავმა ლაშა ხმალაძემ დაარტყა და გაიტანა 14-3. 28 წუთზე ბორჯგალოსნებმა დაცვაში შეცდომა დაუშვეს და ფულბეკ შტეფან ლიბიქს ლელოს გატანის საშუალება მისცეს და ჰუიამ გარდასახვა ვერ გამოიყენა 8-14. გადამწყვეტი შეხვედრაში პირველი ტაიმის ბოლო 6 წუთი აღმოჩნდა, რომლის განმავლობაშიც ბორჯგალოსნებმა 3 ლელო გაიტანეს. აქედან ხმალაძემ 1 გარდასახა. აღსანიშნავია, რომ მესამე და მეხუთე ლელო ჩვენმა გუნდმა მოედნის საკუთარი ნახევრიდან დაწყებული კომბინაციის შედეგად გაიტანა. 2 ლელო ჟვანიას, 1 კი ალექსანდრე თოდუას ანგარიშზეა 31-8. მეორე ტაიმში ბორჯგალოსნებმა მასპინძლებს კიდევ 5 ლელო გაუტანეს. 62 წუთზე ეროვნულ ნაკრებში პირველი ლელო მიითვალა დებიუტანტმა ალექსანდრე ხუციშვილმა. საკმაოდ ძლიერი კონკურენტები ყავს ამ წელს 6-ზე, როგორც რუმინეთია, თუნდაც პორტუგალია, ესპანეთი. შევასრულეთ ის, რაც დაგვავალეს და კმაყოფილები ვართ თამაშით. კიდე რაღაც ხარვეზებია, პირველი თამაში იყო 6-ზე და გამოვასწორეთ და მე მგონი რომ უფრო უკეთეს თამაშებს ვითამაშებთ. მეორე შეხვედრა საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის გათამაშებაზე საკუთარ მოედანზე ჩაატარა. მილტონ ჰეიგის მიერ გაწვრთნილი გუნდი ისტორიულად უხერხულ მეტოქეს პორტუგალიას დაუპირისპირდა. მთავარმა მწვრთნელმა მეორე ტურში საკადრო ცვლილებები განახორციელა. შეხვედრა დაძაბულა ატმოსფეროში წარიმართა. სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივარმა შეხვედრაში ერთადერთი ლელო 57 წამზე იხილა. პორტუგალიის ჩათვლის ზონა დავით კაჭარავამ აიღო. მერაბ კვირიკაშვილმა გარდასახვა არაზუსტად შეასრულა 5-0. მე-11 წუთზე პორტუგალიელებმა სხვაობის შემცირება შეძლეს. მეტოქემ ჯარიმა გაიტანა 5-3. მე-15 წუთზე კი პორტუგალიელებმა მეორე ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვეს და ამჯერად სტუმრები დაწინაურდნენ 5-6. ბორჯგალოსნებმა ანგარიში უპირატესობა 24 წუთზე დაიბრუნეს. კვირიკაშვილმა ჯარიმა ზუსტად შეასრულა, თუმცა 36 წუთზე მეტოქემ კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა 8-9. რამდენიმე წუთში კვირიკაშვილმა მორიგი ჯარიმა შეასრულა 11-9 საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ. რასაც ტაიმის მიწურულს კიდევ ერთი ჯარიმაც მიაყოლა და პირველი ნახევრის საბოლოო შედეგი დაფიქსირდა 14-9. პირველ ნახევარში მეტნაკლებად არ გამოგვივიდა ჩვენი ფუნქციები და ჩვენი კომბინაციური თამაში. მეორე ტაიმში უფრო უკეთესად დავხვეწეთ, უფრო უმეტესი ბურთი შევინარჩუნეთ და ალბათ ამის გამო მოვიგეთ. 46 წუთზე კვირიკაშვილმა ჯარიმით უპირატესობა 7 ქულამდე გაზარდა 17-9, თუმცა პორტუგალიამ სხვაობა კვლავ ჯარიმით შეამცირა. 71 წუთზე კვირიკაშვილმა მორიგი ქულა ჩაიწერა 20-12. შეხვედრის მიწურულს პორტუგალიელებმა კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანეს. საკმაოდ კარგად ვითამაშეთ, რასაკვირველია შეგვეძლო გამარჯვების მოპოვებაც. თუმცა საბოლოო ჯამში უნდა ვაღიაროთ, ლოგიკური შედეგი დაფიქსირდა. საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის გათამაშებაზე უდაო, გამორჩეული ფავორიტია, ასე რომ ჩვენ შეგვიძლია სამშობლოში თავაწეულები დავბრუნდეთ. მატჩის ბოლოს მუხლის ტრავმა მიიღო შალვა მამუკაშვილმა. სამწვრთნელო შტაბის პირველადი ვერსიით მამუკაშვილს შესაძლოა ჯვარედინი იოგები ჰქონდეს დაზიანებული. თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ დაზუსტდება. საბოლოოდ მატჩი საქართველოს მორაგბეთა ნაკრების გამარჯვებით ანგარიშით 20-15 დასრულდა. თუმცა მწვრთნელთა შტაბი და მორაგბეები თამაშის ხარისხით უკმაყოფილოები დარჩნენ. დიდი მონდომება იყო ბიჭების რა და ეგ იყო ეხლა 11 შეცვლა გაკეთდა გუნდში. ყველას უნდოდა გერმანიასთან ასე თუ ისე კარგად ჩავატარეთ მატჩი და ყველას უნდოდა რომ თავი გამოეჩინა და ცოტა აირია რა სისტემა და გამოვასწორეთ. კარგი გაკვეთილი იყო ჩვენთვის. შეცდომების გამოსასწორებლად მილტონ ჰეიგს და მის გუნდს 2 კვირა აქვს. რაგბი ევროპის გათამაშების მესამე ტური 28 თებერვალს გაიმართება. ბორჯგალოსნები ესპანეთში ადგილობრივ ნაკრებს დაუპირისპირდებიან.
ბრუნდებით ეთერში და კიდევ ერთხელ წარმოგიდგენთ საქართველოს ნაკრების მთავარი მცველი მილტონ ჰეიგია ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი. დიდი მადლობა ბატონო მილტონ რომ მობრძანდით ჩვენთან სტუდიაში. რა ვიცი, ორი მატჩი ვიხილეთ, პირველი ძალიან კარგად ვითამაშეთ, 10 ლელოც დავდეთ, ესეთი ლაღი რაგბი და გავიმარჯვეთ. თითქოს ერთ შეხვედრით ძალიან ადვილად და მეორე შეხვედრაში თქვენც და ჩვენი ნაკრების წევრებიც თვითკრიტიკულად მიუდგენ საკითხს და თქვენს რომ არც თუ ისე კმაყოფილები არიან თუ თამაშის ხარისხით. როგორ შეაფასებთ ამ პირველ და მეორე შეხვედრას და იმ ახალგაზრდა მორაგბეებზეც გვინდა გვესაუბროთ, რომლებიც ათამაშეთ გერმანიასთან შეხვედრაშიც. Well, firstly, ფაქტიურად the Portugal match was პორტუგალიის მატჩი იყო probably just a matter of being a bit more patient. ეს უფრო ასე ვთქვათ მოსათმენი უნდა გამოგვეჩინა მოთმინება. ჩვენ შევქმნით რაღაც სხვადასხვა ვითარება რომელიც არ იყო შესაბამისად შესრულებული სამწუხაროდ. იყო რაღაც შეცდომები ჩვენ მივიწევთ მსოფლიო ჩემპიონისთვის ნაბიჯ-ნაბიჯი რომ დასახვეცი გვაქვს ჩვენ რაღაც ასე ვთქვათ შეცდომები ბიჭებმაც კარგად გაართვეთ თავი და აქედან გამომდინარე ჩვენ გვაქვს აი ეს ახალი თაობა რომელიც კარგად იზრდებიან, სწორად იქცევიან და კარგად ართმევენ მათზე დაკისრებულ თავს. ჩვენ გვინდა მათ მივცეთ საშუალება რომ ითამაშონ, რომელიც აისახება საქართველოს რაგბის მომავალზე. დარჩენილი გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩები. უფრო ალბათ რუმინეთის თამაში ფინალივით არის ჩვენთვის და ვფიქრობთ რომ სწორედ ამ თამაშით ვემზადებით. თუმცა 28 თებერვალს ესპანეთს ვეთამაშებით, 14-ში რუსებს ვასმისლობთ და ამ მატჩების მნიშვნელობაზე ხა რა ვიცი, როგორ ვემზადებით კონკრეტულად აი ამ ორი შეხვედრისთვის და კერძოდ მომდევნოთ ესპანეთის ნაკრებისთვის. Well, again, we've always said for the first two matches we will play everybody will get a chance. ყველა პირველ ორ თამაში ყველას მიეცა საშუალება ითამაშა. ბოლო სამ თამაში ესპანეთი, რუსეთი და რუმინეთი ითამაშებენ. საუკეთესო მოთამაშეები ეს ძალზედ მნიშვნელოვანია რომ ყველას მიეცეს საშუალება ითამაშონ და მნიშვნელოვანია თითოეული მოთამაშისთვის რომ მიიღონ მონაწილეობა, თუნდაც იმიტომ რომ ეს არის ფსიქოლოგიური მზადყოფნა მათთვის, მსოფლიო ჩემპიონატი ეს არის ჩვენი საბოლოო მიზანი. და ეხლა რასაც ჩვენ ვახორციელებთ, ეს არის ის ნაბიჯები, რომელსაც საბოლოო ჯამში დაგვიგვინდება მსოფლიო ჩემპიონატზე. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რაც უნდა გავაკეთოთ. და give us the result that we want at the World Cup. და აი ეს ჩვენი წვრთნები მიგვიყვანს იმ საბოლოო შედეგამდე, რასაც ჩვენ გვინდა რომ მივაღწიოთ. აი ახსენეთ რომ სოფლიოთაზე უნდა იყოს ოპტიმალური შემადგენლობა. ჩვენ ყველანი ნერვიულობთ ტრავმირებულ მორაგბეებთან დაკავშირებით. იგივე გორგოძე, იგივე მამუკაშვილი, რომელზეც ახლა ქონდა რამდენ სერიოზულია თქვათ მათი დაზიანება და როდის უნდა ველოდოთ მამუკას დაბრუნებას, ვიცით და აი მამუკაშვილზეც რო გითხრათ ორი სიტყვა. Okay. Gogodze, we think he'll be ready in 2 weeks. Mamukashvili რაც შეეხება we're not too sure. He's diagnosed as we speak, really, but he could be out for ძალიან გართულებული ასე ვთქვათ მდგომარეობა ივნისისამდე ვერ მოახერხებს თამაშს. რაც შეეხება ძინძიბაძეებს Brigadze, but again, ასევე აი ეს ტრაუმირებული will be ready for the World Cup. So ეს ტრაუმირებული მოთამაშეები მზად იქნებიან უკვე მსოფლიო ჩემპიონატისთვის. take 31 to the World Cup. და 31 მოთამაშე მთლიანობაში შეგვიძლია ჩვენ წავიყვანოთ მსოფლიო ჩემპიონატზე და მე ვფიქრობ რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად მოხერხდეს მათი გამოჯანმრთელება რომ მოხდეს მათი მსოფლიო ჩემპიონატზე გაყვანა.
ჩვენ დარწმუნებული ვარ და იმედიც გვაქვს რომ ისინი წყობაში იქნებიან სოფლიო ჩემპიონატისთვის და ახლა მე ახალ თაობაზე ვკითხო. აი კალათბურთელებსაც ვკითხე წყვეტა და ასე შემდეგ. რა აქვს ეს როგორ ჩანს არ ემუქრება. იმიტომ რომ ახალგაზრდული ნაკრებები ჩვენი ყოველთვის რაღაცა მაღალ დონეზე თამაშობენ. შეგვიძლია თუ არა ვთქვა ჩვენ რომ სისტემასთან გვაქვს უკვე საქმე, ქართული რაგბის სისტემასთან, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს. Yeah, I think so. I think certainly our age grade structure, our age grade სტრუქტურა გვაქვს, წინვალე მიდგომა, ასე ვთქვათ, გაწურთნის ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში დაიხვეწა და იყო წარმატებული და რატომაც ვიძახი მე ამას, თუ შევხედავთ ჩვენ ახალგაზრდა მოთამაშეებს, რომლებიც თამაშობენ საქართველოს ნაკრებში, აი ბოლო პერიოდში, აი ბოლო პერიოდის განმავლობაში ისინი ძალზედ მნიშვნელოვან თამაშს თამაშობენ და როდესაც გადასვლა მოხდა უკვე ეროვნულ ძირითად ნაკრებში ეს არის იმის მანიშნებელი რომ სტრუქტურა მუშაობს შესაბამისად და არის დახვეწილი. და ეროვნულ ჩემპიონატზეც მინდა ორი სიტყვით. ვიცი რომ ყველას მინდა რომ უკეთესი იყოს. აი 10 ფალიანი შკალით როგორ შეაფასებდით რამდენით დღეს საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს და რისი გაკეთება შეიძლება რომ კიდევ უფრო ამაღლდეს დონე ვთქვათ. The younger players? ახალგაზრდა მოთამაშეებს? I mean, I think certainly the younger players who have played for the national team over the last ის ახალგაზრდები, რომლებიც ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში თამაშობენ, out of 10 10-დან შევაფასებდი მე. 7 and 8. 7-დან 9 ქულას მივანიჭენ. ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ მათი სამომავლოდ. განვითარდება უფრო რაგბი და ჩვენ მივცემთ ამ მოთამაშეებს თამაშის უფლებას რომ უფრო მეტად დაიხვეწონ, არა აქ ამას მნიშვნელობა ახალგაზრდები არიან ვასო და სხვა მოთამაშეები. ძალზედ მნიშვნელოვანია რომ აი ეს ჩართულობა განგრძობითი ხასიათის იყოს და ისინი შესაბამისად აქედან მიაღწევენ იმ წარმატებებს, რომელიც ჩვენ გვინდა ეროვნულ ნაკრებში. თან ძალიან კარგია რომ მათ აქვთ სოფლიო თასზე გასული მორაგბეების მაგალითი. და ძალიან კარგია რომ სწორად ვითარდებიან და ოპტიმიზმით ველით. და ბოლოს შეკითხვას დაუსვამ ბატონ მილტონს, ჩვენ ყოველთვის გვინდა რომ უკეთ და უკეთ გამოვიდეთ. ეხლა კიდევ ერთხელ თამაშობთ სოფლიო თასზე. როგორია თქვენი განწყობა, თქვათ, აი ველოდებით ყველანი მოუთმენათ. ეს ის დღეებია, როცა ყველანი ვზივართ ტელევიზორებთან, უყურებთ და აი რაღაც მოუთმენათ ველით და როგორ აფასებს გუნდის შანსს? უკეთესად ვითამაშებთ ალბათ. ამაში ჩვენ თითქმის დარწმუნებულები ვართ, ვიდრე წინა სოფლიო თასზე. World Cup. Well, I mean, obviously, our main goal for World Cup is to automatically qualify. ეს ავტომატურ ჩათვლას გულისხმობს. 2019-ში იაპონიაში ჩატარდება მსოფლიო ჩემპიონატი. ვიყოთ საკმაოდ მომზადებული. You'll have to win at least 2 matches minimum. დაახლოებით მინიმუმ 2 თამაში უნდა მოვიგოთ და თუ მოვიგებ ჩვენ ამას. We end up third, we'll automatically qualify. ავტომატურად ასე ვთქვათ მონაწილეობას მივიღებთ ამ სოფლიო ჩემპიონატზე და ჩვენ ეს მიზნად გვაქვს დასახული და აი ამ გზით უნდა ვიაროთ შესაბამისად უნდა წარმატებული ვიყოთ ყველა თამაში რომ თუ მოვემზადებით მაშინ then certainly we can achieve that goal. თუ მომზადებულები ვიქნებით შესაბამისად და თამამად შეიძლება განვაცხადოთ რომ ჩვენ მივაღწევთ ამ დასახულ მიზანს. და აი ბოლოს ცოტა ბანალური კითხვა, საერთაშორისო რაგბის კავშირი ცოტა მოულბა და თქვათ ჩვენი დონის გუნდებს უკვე აძლევს მიახლოების საშუალებას ელიტასთან. ეხლა არ ჩამოთვლი რომელ გუნდებზე ლაპარაკობ. პერსპექტივაში როგორ გონიათ ბატონო მილტონ შესაძლებელია თუ არა, თქვათ საქართველოს რუმინეთმა სულ ცოტა ხანში ითამაშონ იტალიის, საფრანგეთის, ინგლისის, უელსის და ამ გუნდების წინააღმდეგ. მოგცემენ ამის უფლებას, ჩვენ ამისკენ მივიდივართ, გვიდა. Yeah.
I mean, that'd be fantastic for us. ჩვენთვის ფანტასტიკური იქნება, რა თქმა უნდა. Fantastic for us. არ მაინტერესებს. Whether it's realistic or not, sure. ძალიან საინტერესო იქნება და ფანტასტიკური. 6 ეროვნული თასის ისინი ის 6 ქვეყანა, რომელიც ამ ასე ვთქვათ, ტურნირშია ჩართული, ეს ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ მივიღოთ მონაწილეობა და მაქსიმალური ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთოთ, რომ აი ამ უძლიერეს გუნდებთან ვითამაშოთ. არსებობს ესეთი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ არ ვაკონტროლებთ. უბრალოდ უნდა დავწმუნდეთ იმაში, რომ ჩვენ ვაკონტროლებთ, რაც შეგვიძლია ჩვენ ვაკონტროლოთ და ამ ეტაპზე მიზნისკენ უნდა ამ ეტაპზე უნდა ვიაროთ ჩვენ მიზნისკენ და მაქსიმალურად გავაკეთოთ, მაქსიმუმი მოვინდომოთ იმისთვის, რომ ამ უძლიერეს გუნდებთან მოვახერხოთ ჩვენ შეხვედრა. თუმცა ჩვენ სურვილი გვაქვს და ზათაც გვაქვს ფსიქოლოგიურად, მორალურად, რა ვიცი, სათამაშო დონითაც ალბათ. ძალიან დიდი მადლობა ბატონო მილტონ სტუდიაში მოგზაურობისთვის. ჩვენი გადაცემის სტუმარი მილტონ ჰეიგი იყო, საქართველოს ნაკრების მთავარი მცველი, წარმატებებს გისურვებთ. სპორტონის რაც შეეხება ჩვენ ორ შაბათს დავბრუნდებით ეთერში ზუსტად ერთ კვირაში ნახვამდის.